გეუბნებით, მე ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს, ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა ის რაც ხდება, ზოგადად, რა თქმა უნდა ადამიანური ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას ვერიდები. ერთადერთი ეგ თუ გაინტერესებთ, მიმართით შესაბამის უწყებებს. თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი ბატონო. მე რაზე დავიწყე საუბარი? კორუფციაში არა, ხოდა შესაბამის უწყებებს ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. მე ხარ გეუბნებით რომ აჩხა პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად კორუფციასთან ბრძოლას მე შემიძლია დაგვირდეთ და ერთ პირობა მოგცეთ. რომ შეგიძლიათ დააგვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერ სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თქვენს უნდა გიხაროდეთ რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. უფრო მეტიც იცით რომ კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა, რაც შეეხება ენერგეტიკას მაგალითად, რაც შეეხება იგივე პირდაპირ პრივატიზაციას და შემდეგ ყველა მიმართულებით პრაქტიკა შეიცვალა და შესაბამისად ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებლობას მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან.